солнце встает над тобой, Арарат, Арарат дорогой. Серебрится, искрится, блестит снег на вершине седой. Что снилось сегодня тебе? Вартан на лихом коне, иль беженцев крик, иль тихо журчащий родник, ты красив, величав и богат. Но в безмолвии стоишь, Арарат. Ты вознесся вершиной седой, Арарат, Арарат дорогой. Говорят, что каждый, кто посещает древнюю страну Армению, должен обязательно увидеть легендарную гору Арарат, полюбоваться прозрачной лазурной гладью озера Севан, испробовать армянский лаваш, запатентованный как армянское культурное наследие, и взять с собой обратно в дорогу в качестве сувенира армянский коньяк, который так любил Уинстон Черчилль. Говорят также, что Армения моноэтничная страна, и потому здесь не прижились даже китайцы. Но если с первым утверждением согласиться можно, второе является в корне ошибочным, потому что здесь живут, трудятся и сохраняют свою национальную идентичность более 10 общин, национальных общин. И среди них есть и грузины. Именно с ними мы приехали встретиться и поговорить о том, как они живут из солнечного Тбилиси к солнечным берегам. Kalton Svetlana გამარჯობათ. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. ეს არის ჩვენი კულტურული ცენტრი. ყველა სათვისტომოებისთვის ჩვენ კვირაობით აქ ვართ ვიკრიბებით, აგერ ნახავთ ახლა ჩვენი წევრები აქ არიან. სასიამოვნოა, მადლობა. მოგზადით. ხო. მოგესალმებით. გამარჯობა. საქართველოდან ვარ და ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. რა თქმა უნდა ეს ყველანი არ არიან, მაგრამ ვით მოახერხებს და მეგონია რომ საკმარისია. რომ რაღაცა წარმოქმნა კონდეს ჩვენ სათვისტომოზე. აგერ ჩვენი ძველი წევრები სათვისტომოს ბირთვი აქ არის. ახალგაზრდებიც აქ ყავს. მატარებიც ძირით მზადებიან, ეცადინეობენ ახლა ამოგენიცით. Svetlana, როგორ აღმოჩნდით სომხეთში? რა თქმა უნდა, როგორ აღმოჩენილი ვიყავი, გავხდოდი და გადმოვედი სომხეთში სასწავლებლად 63 წელს. და უკვე გამოდის რომ რამდენი ხანი ხართ აქ? დათვალეთ 52 წელი. შესაბამისად საქართველოა თუ სომხეთი თქვენი სამშობლო? ძალიან რთული საკითხია. მე დაბადებული ვარ ერევანში. იმიტომ რომ ჩემი მშობლები სწავლობდნენ აქ ინსტიტუტში, ინსტიტუტში თბილისში არ იყო მაშინ. მე ერთი წლის არ მიყავი რომ ბებიაჩემმა წავიყვანა თბილისში. თბილისში ნასწავლი ვარ. ინსტიტუტი დავამთავრე, უცხოენების ინსტიტუტი. მუსიკალური ტექნიკუმი დავამთავრე. მე რო გავთხოვდი, გადმოვედი ერევანში.
რა გითხრათ, ერევანში მე მუსიკალური სკოლის დირექტორობაც ვიყავი. მუსიკალურ სკოლაში ვასწავლე მუსიკას. რაიონში თაგერანში გახსენი მუსიკალური სკოლა. იქ თანაც ვასწავლედი უცხო ენასაც, ინგლისურსაც. მე რომ მესიაზე გადავიდი, აგერ ჩემი სათვისტომოა და მიშველა ეს, იმიტომ რომ უსახმო დარჩენა ძალიან ძნელია. მაინც ჩემი სამშობლო, რა თქმა უნდა, საქართველოა, ჩემი ენა ქართულია, მაგრამ ხო იცით რა, რამდენი წელი აქ ვარ და ცოტა დახვეწილად ვერ ვაპარავთ, იმიტომ რომ დავავიწყდა. ხო, სულ უკეთესად საქართველოს ელჩის მოვალეობებს სომხეთში და როგორ დაახასიათებთ სომხეთში მცხოვრებ ქართულ თემს, რამდენი ქართველი ცხოვრობს სომხეთში და როგორ აღნიშნენ აქტივობა? ზუსტი ციფრის თქვა შეუძლებელია, მაგრამ ის ვინც აქტიურია, მე რომ ვკითხოთ, დაახლოებით 400-მდე არის ივერიაში ვინც აქტიურობს და სხვადასხვა დროს ჩნდება, მაგრამ 400 ერთდროულად არასდროს არ გამოჩენილა. ძირითადად ეს ქალები არიან, ქალბატონები არიან, რომლებიც თავის დროზე გათხოვდნენ სომხეთში. ძალიან ცოტა არის მამაკაცი, ისეთი ოჯახი თქვათ, მეუღლეც ორივე მეუღლე რო ქართველები იყვნენ და ისე ცხოვრობდნენ. თუ შემთხვევით დროებით რაღაც სამსახურის გამო არ არიან აქ ჩამოსულები. ასე რომ მოდი თქვათ ასე რომ ძირითადად ესენი არიან ქალბატონები, ძალიან აქტიური ქალბატონები. თქვენ იცით რომ თავის დროზე ეს ორგანიზაცია, სათვისტომოს ორგანიზაცია ივერია შექმნა აკადემიკოსმა თინა ასათიანმა. ის იყო ძალიან ცნობილი ასტროფიზიკოსი, რომელიც თავის დროზე გათხოვდა სომხეთში და იმის შემდეგ მოღვაწეობდა სომხეთში და აქვს უზარმაზარი მიღწევები ასტროფიზიკაში, გარდაიცვალა სამწუხაროდ, უკვე ასაკოვანი იყო და მანდატორია წალუშველი კვალი როგორც ქართულ ასტროფიზიკაში, ასევე სომხურ ასტროფიზიკაში. მე მინდა გითხრათ, რომ ის დაჯილდოებელია სომხეთის ასე იგი რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებითაც, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებითაც და ლენინის პრემიითაც კი საბჭოთა კავშირის დროს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ურთულესი იყო ლენინის პრემიის მიღება მეცნიერებაში, მაშინ თუ არ გექნებოდა დიდი მიღწევები. და რა თქმა უნდა, ის მარტო არ დააჯილდოეს იმ სომეხ ასტროფიზიკოსებთან ერთად, იმ ჯგუფთან ერთად, ვისაც ეს მიღწევები ჰქონდა. აი ამ ქალბატონმა დააარსა თავის დროს. ახლა ეს მოყვებიან და ცდილობენ რაც შეუძლიათ, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ახლა დიდი ისეთი დიასპორა არ ყავს, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად ქალბატონები არიან. ჯერ კიდევ ვთქვა, რომ 2000 წელს პრეზიდენტთან არსებული საკოორდინაციო საბჭოში, სადაც ყოველი ეროვნების ორ-ორი ადამიანი შედის საკოორდინაციო საბჭოში. წლების განმავლობაში 10 წელია მაგ საკოორდინაციო საბჭოს წევრი. ახლა ჩემთან ერთად ეთერიც მოაწყეს. პირველ წლებში მე და თემილევან ასათიანი ვიყავით. მე შეცვალა ლილი, ახლა ეთერი. რა თქმა უნდა. გარდა მაგისა, ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენი პრობლემები გავაშუქოთ აი ჩვენ საკოორდინაციო საბჭოში. საინტერესო ის არის, რომ შარშან დაგვიმატეს თანხა. პლუს იმას, რასაც ბაზლებდნენ პროგრამებზე. ჩვენ საერთოდ ბევრს არ ველოდებით. მაგრამ რაც საშუალება არის, რასაც ჩვენ შეგვიძლია იმას ვაკეთებ. თანაც გვეხმარება სომხეთის რესპუბლიკა, სომხეთის მთავრობა, პრეზიდენტი და რა თქვა კიდე რა. აქ ცხოვრობდა ჩვენ ვართ სომხეთის მოქალაქეები. ჩვენ იგივე პრობლემები გვაქვს, რაც ყველა დანარჩენ ხალხს აქვს. რო ვთქვა, რომ განსაკუთრებით რაღაცა ისეთი ჩვენ გრძნობთ
სხვანაირი ესეთი რამე არ არის. წარმოიდგინეთ, რომ მე ჩამოვედი სომხეთში და 26 წლის ახალგაზრდა ქალიშვილი, ქალიშვილი ბავშვი ყავდა 4 წლის, გამძამეს რაიონში დირექტორად მუსიკალურ სკოლას. არც პარტიული ვიყავი, არც სომეხი. ვარი მაინც ქართული. ესე იგი მეც არ მიგრძნია ესეთი რაღაცა. თანაც ჩვენი გოგოები ხო ნახეთ, ყველანი ძალიან კარგად გრძნობენ აქ. ენაც იციან კარგად. აგერ ახალგაზრდები რო ვთქვათ, მაშინ საბჭოთა კავშირის დრო იყო, მაგრამ ეს ახალგაზრდები ხო ეს თაობაა. ორივე პატარაები տարբեր სხვადასხვა არხზე მუშაობენ ტელევიზიაში. ესეც მაჩვენებელია რა რაღაცა. და ჩვეულებრივ ხალხში როგორი დამოკიდებულებაა თქვენს მიმართ? ძალიან კარგი. ყოველთვის კარგი. ყოველთვის. სადაც მივდიოდი ამბობენ, ეს ვრაცუნი მე ნახჩიკნა ბუდი ამენი ჩალეკი ჩურუსვა. ეს ქართულადაც ვთქვათ? ქართულად სადაც მივშევიდოდი აუცილებლად ეს ქართველი გოგო ამას ყველაფერი და გავაკეთოთ რასაც გთხოვს. ესეთი იყო. არ ვიცი თუ ეს ინდივიდუალური იყო, არ ვიცი. მე საერთოდ არასოდეს რაღაცა პრეტენზიებით არ მისულვარ არს. მოგესალმებით ბავშვებო. დღეს საკვირაო სკოლაში ჩვენ გვაქვს ქართულის გაკვეთილი. დღეს რა დღეა მიმეტყვის? ვირა. ეს არის საკვირაო სკოლა. დღეს შეერთებული გაკვეთილი გვაქვს პირველ და მეორე საფეხურის მოსწავლეებთან. მერიას ვიცე-პრეზიდენტი ნინო სპამპირაშვილი. ასევე ვარ საკვირაო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი. საკვირაო სკოლას სათვისტომოს გაზეთის ქართული განყოფილების რედაქტორი და გამგეობის წევრი. საერთოდ მუშაობ სომხეთის საზოგადოებრივ რადიოში ახალი ამბების დირექტორ მთარგმნელად, სომხური ნახდება ახალი ამბების ქართულად თარგმნა და ჩვენ გვაქვს საინტერნეტო ვერსია, რითაც შეგიძლიათ მოისმინოთ სომხეთის ახალი ამბები თუ გაინტერესებთ. სათვისტომოში მისი შექმნის პირველი დღეებიდანვე ვარ გათხოვილი სომხეთში, მყავს მეუღლე და 3 ქალიშვილი, 3 შვილიშვილი. შეიქმნა 98 წელს საკვირაო სკოლა. საკვირაო სკოლა საფუძველი ჩაუყარა მისმა პირველმა მასწავლებელმა ქალბატონმა მაყალა გეურკოვამ. საკვირაო სკოლამ და სათვისტომომ გაერთიანა სომხეთში გაფანტული ქართველები და ეს გახდა ერთმანეთისთვის ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი საშუალება. 2004 წლიდან გამოდის ჩვენი სათვისტომოს გაზეთი ივერია, რომლის დამფუძნებელი და პირველი რედაქტორები იყვნენ ქალბატონი მაყალა გეურკოვა და ნაირა ჭოველიძე, რომელიც ამჟამად ამერიკაშია და მერე შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი. გაზეთთან დაკავშირებით გეტყვით, რომ გაზეთი თავიდან ჩვენი წევრების ენთუზიაზმით გამოდიოდა თვეში ერთხელ, შემდეგ შეგვექნა პრობლემები დაფინანსებასთან დაკავშირებით და შემდეგ სომხეთის მთავრობამ დაგვაფინანსა და ახლა უკვე დაფინანსებით გამოდის ჩვენი გაზეთი. შეიცვალა გაზეთის სარედაქციო ჯგუფი, გაზეთი ყოველთვე გამოდის 8 გვერდიანია, ახლა გამოდის 150 ტირაჟი, აქვს რუბრიკები ქრონიკა, გამოჩენილი ქართველები, კალეიდოსკოპი, ისტორია, ჩვენი სათვისტომოს წევრი ქალბატონი ეთერი ცომაია ისტორიულ გვერდს ამზადებს და პარალელურად ქართულ-სომხური ისტორიის შესახებ ნარკვევებს ათავსებს. გვაქვს ასევე რელიგიური გვერდი, რომელზეც ჩვენ ყოველთვიურად აღნიშნავთ მართლმადიდებლობის ქართულ რელიგიასთან დაკავშირებული ყველა დღესასწაულები აღინიშნება. საერთოდ გაზეთი ემსახურება ქართული ინფორმაციას, გაზეთი ქართულ ინფორმაციას აწვდის. გაზეთში ჩვენ ვაშუქებთ საქართველოში მომხდარ მოვლენებს და ჩვენ ხედვას გამოვსახავთ გაზეთში. ასევე ეს გაზეთი ურიგდება სომხეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნულ უმცირესობებს, ამიტომ გაზეთი ორენოვანია ქართულ და რუსულ ენებზე.
და ვცდილობთ რომ საქართველოს შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივცეთ საქართველოს გარეთ მცხოვრებ არაქართველებს. გაზეთში ხდება ასევე ჩვენი წევრების შემოქმედების დაბეჭდა, სხვადასხვა ლექსები იბეჭდება ჩვენ სათვისტომოში ყავს პოეტები და პერიოდულად ესე იგი სათვისტომოს წევრების ჩართულობით ჩვენი გაზეთი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. დაფინანსებასთან დაკავშირებით მართალია დაფინანსება გვაქვს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და არ ყოფნის იმისთვის რომ გაზეთი იყოს ფერადი, შავ თეთრში გამოდის გაზეთი და რა თქმა უნდა შეგვეძლო რომ უფრო გაგვეზარდა ტირაჟიც გაგვეზარდა, გვერდების რაოდენობაც გაგვეზარდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ. თუმცა ვფიქრობთ რომ გავხსნათ საიტი, რომელზეც უკვე ხელმისაწვდომი იქნება, რომლის მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი არქივში მოძებნო ნებისმიერი ნომერი და უფრო ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. საქართველოს რამე თვითონ გეხმარებათ ამ საქმიანობაში? გაზეთთან დაკავშირებით საქართველოს არ გვეხმარება, საყურაოს სკოლასთან დაკავშირებით დიასპორის სამინისტრო მოგვაწოდა ჩვენ სახელმძღვანელოები, პერიოდულად ახალ პროგრამებს გვგზავნის, ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს და მქონდა მასწავლებლის სახლში ტრენინგები ჩაგვიტარდა საყურაოს სკოლის მასწავლებლებს, ამიტომ ძალიან ვიყავით აი ამ ტრენინგებზე საქართველოში ხო? საქართველოში მასწავლებლის სახლში. ეს ტრენინგები სპეციალურად საყურაოს სკოლის მასწავლებლებისთვის იყო. ცეკვის ფორმებით უზრუნველყო დიასპორის სამინისტრომ, რაზეც დიდ მადლობას ვუცხადებთ. ძალიან ყურადღებიანია ჩვენი სათვისტომო საქართველოს საელჩო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენ სათვისტომოს. ყოველთვის ესწრება ჩვენს ყველა ღონისძიებებს და რა ვიცი, ჩვენთვისაც ალბათ აუცილებელია რომ ყურადღება ვიგრძნოთ, გინდათ საქართველოში რომ ვახსოვართ და საქართველოს მართლაც არა ყავშვილი დასაკარგავი და იცოდნენ რომ ჩვენ აქ ვართ ქართველები, რომელთა მეშვეობით სომხეთის ქუჩებში აი ესე თავისუფლად დადის ქართული სიტყვა და სომხური სახელმწიფოს დახმარება რაში მდგომარეობს? სომხეთის მთავრობა ეხმარება ყველა ეროვნულ უმცირესობას და მათ შორის ქართულ სათვისტომოს ყოველწლიურად გამოგვეყოფა ჩვენ თანხა, რაც მიზანდასახულია ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. Բարև ձեզ։ Ես շատ ուրախ եմ ձեզ տեսնել Երևանում։ Իմ անունը Սեթերի Ծոմայ է։ Ես մեր ղեկավարի տեղակալն եմ։ Տեղակալն եմ Իվերիա համայնքի, վրացական համայնքի Իվերիայի։ Մեղվար Սեթերի Ծոմայ է, վիցե-պրեզիդենտի Իվերիա, քարտուլի սաթվիստոմո Իվերիա Երևանში։ მე ვკითხავ ყოველთვე ლექციებს საქართველოს სომხეთის ისტორიას, პარალელურად. და ჩემ ლექციას ესწრება უამრავი ადამიანი. ძალიან აინტერესებთ ისტორია. ჩვენ ბოლო ძმები ვართ, ისტორიიდან მოდის ჩვენი ყვალი. იმიტომ ძალიან დიდი სიამოვნებით ესწრებიან ჩემ ლექციას და სულ მეუბნებიან, არა ეს ლექციების ციკლი უნდა იყოს და არაფრით დიდებით არ შეწყდეს. თანაც ყოველთვე ჩვენ გაზეთში ივერიაში ვაქვეყნებთ მე სტატიებს. რამდენად ინტეგრირებულები არიან ორი ქართველები და მათგანისაც სომხეთში თუ შექმნილია იმისი პირობა, რომ ქართულმა მოახდინოს სრულყოფილი თვითრეალიზაცია და ასევე რამდენად კომფორტულად ცნობენ ქართველები სომხეთში. ინტეგრირებული არიან სრულად, ახლა თქვენ გესმით, რომ კავკასიელები ვარ ჩვენ და როდესაც ქმარი იმ ეროვნების წარმომადგენელია უკვე ინტეგრირებული ხარ ყოველგვარი იმის გარშე აღარ გჭირდება დამატებითი სახელმწიფოს დახმარება და რაღაცა. ინარჩუნებენ თუ არა თვითყოფადობას, ინარჩუნებენ და ამისთვის არის ყველა პირობა შექმნილი. სომხეთის სახელმწიფო მათ გარკვეული სახსრებიც გამოუყო. არ ვიცი მე თქვენ გქონდათ თუ არა საშუალება გენახათ, მათ აქვს თავისი ოფისი. რაღაცა მცირე თანხები, რომელთაც შეუძლიათ ოპერირება. ასე რომ პლუს ჩვენთან ერთადაც აწყობენ ღონისძიებებს, ამის გარდა ეროვნული უმცირესობებთან ურთიერთობის ასეთი ქვედანაყოფები შექმნილი როგორც სომხეთის მთავრობაში, ასე სომხეთის პრეზიდენტთანაც, ისინიც აწყობენ ორივე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გარკვეულ ღონისძიებებს და ჩვენები ყოველთვის აქტიური მონაწილეები არიან. მე ნებითრონჩიანი ვარ. 91 წლიდან ცხოვრობ ერევანში. Უდედი ფარფასული გიმის სოფელში. როგორ აღმოჩნდი? ესე იგი ჩემი მეუღლე სომეხია და რა ვიცი, სამშობლო ისაკრა მოთხოვა კი არა, უბრალოდ სამშობლოს ის ხონდა რა ქვია.
ძახილი. და მაშინ საბჭოთა კავშირი სომხეთის და საქართველოს თითქმის ერთი და იგივე სტატუსი ჰქონდა თავშევ ქვეყანას, მაგრამ რაღაცნაირად უნდოდა რომ ეწყურა საბჭოებში. და 93 წელს მე საერთოდ პროფესიით ინჟინერი ვარ. მაგრამ ეს ჩემი სამუშაოდ დაიხურა სამსახური აღარ მქონდა. ჩემმა თბილისელმა მეგობარმა, ოჯახის მეგობარმა, რომელიც მუშაობდა რადიოში, მან შემოთავაზა, რომ გავხსნათ ქართული ხაზიო რადიოში. მე ძალიან დიდი სიამოვნებით დავხსნათ, რომ ეს იყო ჩემი სურვილი, რომ მელაპარაკო ქართულ ენაზე. რადგან უკვე ბრძნობდი, რომ ენა მავიწყდებოდა, რომ საერთოდ არ მქონდა ამასთან კონტაქტი, ხო და გავხსენით 93 წელს გაიჩნდა განყოფილება, მაგრამ პირველი ავიდა 94 წელს პირველი ავიდა დავიდა პირველი გადაცემა. ახლა უკვე 22 წელია მე ვმუშაობ საჯარო რადიოში. ყოველ დღე ვამბობთ ჩვენ გადაცემებს აქაური, ესე იგი სომხეთის ახალი ამბების შესახებ. საერთოდ ჩვენს გადარებას განყოფილებას ქვია ინოს მეძახით, აქ საზღვარგარეთისთვის განყოფილებული გადაცემების რედაქცია, რომელიც 13 ენაზე უკვე გადაცემებს აკეთებს სხვადასხვა მთელი მსოფლიოსათვის. ადრე იყო მეწერებოდი რადიოში, ეთერი რადიოდა და მე გადაწყვეტეს 2009 წლიდან რომ გავიდეს ინტერნეტ საიტი. ახლა ჩვენ ეთერში გადაცემებში არ გვაქვს მარტო ინტერნეტ საიტი, რომელთაც შეგიძლიათ მოსმენაც და წაკითხვაც. რომელს დროსაც დაგჭირდება. მაშინ ახლა რადიოსთან კიდევ პრობლემები იყო, იმიტომ რომ მაგათად გადიოდა 4 საათზე, 5 საათზე დღესით. ხალხს არ ჰქონდა დრო იმ რადიო მოესმინათ, უნდა დაეჭირათ იმები თანხებით. და ახლა ეს უფრო მისაწვდომია ყველასათვის, მსოფლიოს ყველა კუთხეში. Я родился, вырос в Армении. Но милостью Божией, после многих многочисленных искушений, я прихожу в церковь. Церковь, в которой я теперь являюсь настоятелем. Во времена архимандрита Георгия, Царство Небесное, который был в дальнейшем являлся настоятелем в городе Тбилиси церкви Александра Невского, светлая ему память, который с большой любовью и тчанием в свое время, значит, вот создавал вот эту вот церковь, в которой мы сейчас служим. Это в 2000 году, 10 сентября, я был рукоположен в иереи. В 2001 году был рукоположен в иереи в покоях нашего святейшего патриарха Ильи II. В 2003 году я был награжден Митрой и Золотым крестом. К сожалению, грузин в нашей церкви нет. Несмотря на диаспору 600 человек или 600 с лишним, в нашей церкви, как вы видите или как вы делали съемки, у нас русские, армяне православные, но грузин, к сожалению, нет. Но грузины приходят. Ну, знаете, приходят, если в год человек приходит один раз, ну, скажем, на Светлое Христово воскресенье, это заходят. Расскажите, пожалуйста, о том, какую вы связь поддерживаете с грузинским патриархатом. А с грузинским патриархатом у меня самая теплая связь, в частности, с нашим святейшим, блаженнейшим патриархом. Ну, хотелось бы в особенности отметить особую любовь настоятеля церкви Святой Троицы в районе Ваке, протоиерея Данила. Вот он является настоятелем. Это очень такой любвеобильный батюшка, который является человеком, который заботится о нашей церкви. Почему?
потому что, как видите, приход у нас очень малочисленный в церкви. Дохода у нас, мирского абсолютно никакого. Зачастую мы не можем ни свечей купить, ни ладана, ни углей. То есть, церковь материально нищая. Но еще хотелось бы отметить, если это, конечно, передача не будет смонтирована и полностью выйдет в эфир, хотелось бы обратиться ко всем священникам Грузии. Только в Тбилиси насчитывается 100 церквей, дорогие братья, священники, митрополиты, протоиереи, иереи, монахи. Знаете, что на территории Армении находится всего одна православная грузинская церковь со своим небольшим приходом, которая молится за всю Грузию, за весь мир, так же, как и мы все в совокупности взятые возносим наши молитвы. Если даже с одной церкви будет собрано по одной свечи в течение месяца, это уже будет 100 свечей. И если будет собрано по одному ларе, это будет уже 100 лари. Это для нас огромная помощь. Государством Армении у нас, во-первых, я скажу, что с престольным Ишмердином отношения очень прекрасные. В понятии того, что они с огромнейшей любовью предоставили еще 30 лет назад, практически 29 лет назад, вот эту маленькую часовенку для того, чтобы грузинская православная церковь здесь имела место быть. Я думаю, что в основе все-таки православного христианства лежит любовь, ибо имя Бога любовь. Так что, дорогие братья и сестры, те, которые не знали, знайте, что мы служим. Мы являемся грузинской православной церковью в городе Ереване, хотя я не владею грузинским языком, и наши прихожане, как уже было выше сказано, не являются грузинами, но мы любим Грузию, любим как второй Иерусалим, потому что так и есть, который находится под открытым небом. Ну и по мере возможности мы, конечно, совершаем паломничество по святым местам Грузии. Ангела мирно, любви и Божьей благодати. Спасибо, Господи. У нас в 1991 году был принят закон, достаточно либеральный, представьте, 1991 год, только формируется государственный устой, который действует по сей день, и достаточно широкие возможности самореализации для этих общин. В законодательстве были заложены издавна. Вы помните, да, несколько лет тому назад в Грузии были изменено законодательство гражданское, согласно которому религиозные конфессии получили право на регистрацию и получение статуса юридического лица публичного права. Вот такой статус в Армении действует с начала 90-х годов. არის კანონი სინდისის თავისუფლების შესახებ, სომხური კანონი, რომელიც სრულად იძლევა ამ რელიგიური ყველას აქვს საშუალება. არა, მე იმას დიახ, საქართველოს იმაზე, რომ აქ მიეცეს თავისი, ალბათ უნდა მიმართოთ ხო სომხეთის სახელმწიფოს, რომ თქვა კი არის იქ პროცედურები აღწერილი, როგორი ხო არ ვიცი ახლა ეს ადრეთგვიან მოგვარდება. ქართული კულტურა ძალიან პოპულარულია სომხეთში. მინდა გითხრათ, რომ როგორც თანამედროვე, ასევე ჩვენი ხალხური კულტურა თითქმის შეუძლებელია იშოვოთ ბილეთი თუ დროზე არ მიიღეთ ომები, თქვა სუხიშვილების კონცერტზე. წელიწადი არ გავა, ორჯერ მაინც არ კონდეთ გასტროლი აქ. იმდენად მოთხოვნადია და მოთხოვნადია. ძალიან პოპულარულია ჩვენი სამზარეულოც. მე მინდა გითხრათ, რომ წელიწადი არ გავა, 1-2 რესტორანი მაინც არ გაიხსნას, სადაც ვთქვათ ქართული სამზარეულო არის წარმოდგენილი. ქართულივე დასახელებები. დასახელებებიც ქართული აქვს. მაგალითად გენაცვალე, მაგალითად ორთაჭალა, მაგალითად თბილისო. Как в центре Еревана Армения возник ресторан «Тбилиси»? Являешься хозяйкой
я понимаю. Вообще, Тбилиси это город, который любит все армяне подряд. И вот мы решили создать маленький Тбилиси в центре Еревана. Почти месяц уже будет, как мы открылись. Но гости есть, как я понимаю. Гости есть, Да, так как армяне очень любят грузинскую кухню. Ценят. И это очень вкусная кухня. А вам удается приготавливать грузинскую кухню на соответствующем грузинском уровне? Вот ты это сейчас попробуешь. И сама скажешь свое мнение. А вам вы, наверное, покупаете сунели, вот всякие пряности, всякие из Тбилиси привозите. Да, орехи. Да? А что готовите, расскажите. Ну, сацеби это как у всех грузин. Я знаю, все любят это блюдо, мы тоже очень готовим, здесь тоже очень всем нравится. Еще и баклажаны с орехами очень популярные. Коджи. Испанок с орехами. Испанак, да, это тоже. А нет ли идеи такой пригласить сюда Вахтанга Кикабидзе, потому что я вот вижу у вас здесь фигурки такие. Это Вахтанг. дала. Да, мне кажется, его пригласить и сказать, что у него существует хорошая идея, восковая фигура. ძალიან მომწონს ეს ხალხი, მენეჯერი, დირექტორი, ჩვენი კოლექტივი. ჩვენი ვინ მოდის პურზე ხედულობს, სულ ყველას მოსწონს პურს. და მე გულით ვაკეთებს, მიხარია რომ აქ ამიმუშაო. ერევანში ჩამოვედი, აღანე პურს ვაწყობთ. ყველას მოწონს ეს პური, აი ძალიან კაი ხალხი არიან. ერთმანეთთან მეგობრულად ვართ, ქართველები და სომეხები. ძალიან კაი ეგენი უფროსობა ძალიან კარგად ვექცევიან ხალხის კლიენტები. ვისაც პურს ყიდულობს და იმასე, ყველას მოწონს ქართული პური. ეხლა ჩვენი რესტორანის, რომელიც ამ წუთში მუშაობს, 3 წელი აღანე მუშაობს, ქართული გურმანები არიან, ქართული ყველაფერი ქართული საჭმელები გვაქვს, აყობილი არიან ქართველებისგან, ჩვენი მეგობარი სომხები. რა გინდა? ლავაში? აჰა. ერთი ლავაში მომეცი? კარგად ეხავი? Tango? გამარჯობა. ერთი პური? ერთი პური? ერთი პური? აჰა. ორასი გრამი. მომარჯობა, საქართველოს და სომხეთში.
прошлый год Министерство культуры и под общим названием «Армения – наш дом». Так как Армения имеет большую диаспору, 880 странах мира, мы очень внимательно следим за нашими нацменьшинствами и очень хотим, чтобы они развивали свою культуру, свою речь держали, не забывали, чтобы дети пошли в свои национальные школы, хотя бы один день в неделю, чтобы они сдавали свои газеты, сдавали свои книги. Перед вами как раз альманах, который мы сдавали 2-3 года тому назад. Все нацменьшинства приняли в этом альманахе. Очень приятно, что в стране царит дружба, что в стране царит мир. Все улыбаются. И во время фестиваля, если вы заметили, все дружат. Все стоят один за другим, плечо к плечу, плечо к плечу. Так что это, я думаю, что как раз в это время, когда мир разрушается, я не знаю, что творится, Армения пока держит. Эти цветочки пока у нас цветут. Рыдают струны, мотив еврейский, под ночью лунной и плачет скрипка из прошлых лет, а тех местечках, которых нет. Что мы приехали в Армению для того, чтобы снимать фильм о грузинах. И вы знаете лучше, чем все остальные об этом проекте, потому что мы с вами его замысливали в свое время, да, и я очень рада, что мы его наконец-то осуществили. Как вы считаете, кому в первую очередь будет интересен этот фильм? И, соответственно, какой бы вы месседж хотели послать зрителям фильма о грузинах, проживающих в Армении? Я надеюсь, что этот фильм все-таки, во-первых, заинтересует наших грузинских друзей, грузинское общество и, в частности, грузинские политики и люди, которые ответственны за и внутреннюю политику Грузии, потому что у нас там огромнейшая община, и за внешнюю политику, потому что мы соседние государства, и для Грузии, для Армении наши отношения имеют принципиальное значение и очень важны для решения всех тех и внешних, и внутриполитических вопросов, которые стоят перед нашими государствами.
Естественно, этот фильм, я надеюсь, что будет смотреть также и армянская община в Грузии, потому что, наверное, их тоже заинтересует, как живут все же грузины в Армении, хотя их очень мало, но все-таки они есть и они здесь присутствуют. А про месседж, я вот тут, знаете, вспомнил нашего великого актера Фрунзика Бакарчана, одно из его последних интервью. Кстати, по-моему, журналист, которому давал интервью, это еврейский армянин, Хачатур Вартанян, да. Вот, я не ошибся, где он говорит про наши отношения, про нашу дружбу грузин-армян. И вот он, задумываясь, произнес такую фразу, говорит, что мы друзья. Потом передумал, переварил и сказал, что он ошибся, и мы не друзья, мы братья. Мы просто чокнутые братья.